ევროკავშირის საქართველოს ასოცირების საბჭომ ბრიუსელში მესამე შეხვედრა გამართა. პრემიერი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანსაც. დავიწყოთ ევროკავშირში გამართული შეხვედრით. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ამბობს, ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო დღის წესრიგი, საერთო ინტერესი და საერთო ვალდებულება, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ციტატა: ჩვენ შევთანხმდით, რომ გარანტირებული იყოს ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც დაფუძნებული იქნება მედიის თავისუფლებაზე, პლურალიზმზე, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს თავისუფლების პატივისცემაზე. საქართველოს შეასრულა ყველა მოთხოვნა და ჩვენ და პირადად მე მოუთმელად ველი საბჭოსა და ევროპარლამენტისგან, რომ დაასრულონ ეს პროცედურა ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ვიზა ლიბერალიზაცია, რაც შეიძლება სწრაფად. ახლა ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. არაფერი არ არსებობს, რასაც ნეგატიური კუთხით შეუძლია ამაზე გავლენის მოხდენა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება, თუმცა მე არ შემიძლია თარიღი დაგისახელოთ. ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ პრეს-რელიზში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, ნათქვამია, რომ ასოცირების საბჭომ მიესალმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარებას, რომ ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შეხვედრა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გაგრძელდა და ერთობლივი პრეს-კონფერენციით დასრულდა. პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრემიერს მოუწია მედიის შესახებ საუბარი და აი რა თქვა გიორგი კვირიკაშვილმა. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა 3 ნაციონალური არხი, რომლებსაც სამწუხაროდ მართავდა მთავრობის ადმინისტრაცია. დღეს საქართველოში 40-ზე მეტი ახალი ტელეკომპანია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, რაც შეეხება რუსთავიორს. ეს არის სასამართლო პროცესი. ჩვენი მხრივ უზრუნველყოფთ სასამართლო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალეობას. ამ პროცესის შედეგის მიუხედავად ნებისმიერი ჩარევა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩვენი დღის წესრიგიდან გამორიცხული იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმაც ისაუბრა თავისუფალი მედიის როლზე. ის ძალიან კარგად იყო ინფორმირებული რუსთავიორის საქმეზე და თქვა, რომ სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში და რომ მედია უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება. ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ შეხვედრებზე, დახურულ შეხვედრებზე და რა ითქვა და ასევე ღია განცხადებების შეფასებას ევროინტეგრაციის მინისტრთან ვიქტორ დოლიძეა ჩვენი სტუმარი. ბატონ ვიქტორ, საღამშვიდობისა, მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით დიანა, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ეს იყო თქვენი პირველი მივლინება, ხომ? იქნებ გითხრათ ყველაზე დამაიმედებელი, რა ჩამოიტანეთ ბრიუსელიდან, ვინაიდან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ ტექნიკური საკითხი დარჩა მხოლოდ, რომ პოლიტიკური საკითხთან არ არის ეს ბმაში, მაგრამ ასევე ის ამბობს, რომ თარიღს ვერ დაასახელებს. ეს არის საუბარი ვიზა ლიბერალიზაციაზე. გეთანხმებით, მე სანამ წავიდოდი ბრიუსელში, მანამდეც როდესაც ბრიფინგი გავმართე, იგივე გითხარით და აბსოლუტურად ემთხვევა ეს ერთ-ერთი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემის აზრით, ძალიან დროული პირველი ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის არჩევნების შემდგომ ბრიუსელში და მე ვფიქრობ, ადგილიც იყო სწორი არჩეული. გამომდინარე იქიდან შეხვედრების დონე ავიღოთ თქვათ და იმ კონტინგენტიდან, რომელთანაც იყო საუბარი როგორც უსაფრთხოების ინტეგრაციის, ვიზის თუ სხვა თემებთან დაკავშირებით, როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროკომისიაში, ისევე როგორც ნატოში, მე ვფიქრობ, თქვენ სიუჟეტიც ძალიან სწორად და მრავლის მომცველად აისახა ის რეალობა თუ რა ხდება დღეს ჩვენი ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაჩინით. მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის პრეს-რელიზი ერთობლივი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე გაკეთდა, სადაც ნათლად არის პუნქტობრივად ჩამოყალიბებული ყველა თემა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან სასიხარულოა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროგრესი განეხილება. მინდა გითხრათ, რომ ეს ის სწორი დრო, რომელიც იყო შერჩეული, ასევე საკითხები, რომელიც იყო განხილული განსაკუთრებით უმაღლეს წარმომადგენლებთან, ევროკომისრებთან, ნატოს გენერალურ მდივანთან, იყო ძალიან დადებით კონტექსტში მათი მხრიდანაც ნახსენები, აღინიშნა ის, რომ ეს საბჭო მესამეჯერ ჩატარდა და მართლაც რომ საუკეთესო იყო, იგრძნობა ის, რომ ის სექტორალური რეფორმები, რომელთან დაკავშირებითაც ასევე სექტორალურად ყველა უწყებიდან იყვნენ წარმოდგენილი მინისტრები, მათი მოადგილეები და
ასხთა გაცვლა იყო ყველა თემებთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა დემოკრატიის განვითარება, არჩევნების შედეგები, ტრანსპორტის თქვათ სოფლის მეურნეობის თუ ნებისმიერი სხვა დარგი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, ბუნებრივია თუ სხვა უწყებები, რომლებიც არიან ჩართული, ძალიან ისეთი შინაარსიანი, საქმიანი განხილვა იყო და შეფასებებიც ბუნებრივია ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მოყვა. დაახლოებით ვადებზე შეგიძლიათ თუ არა საუბარი, იმიტომ რომ არ გაურბოდნენ ხოლმე ვადებზე საუბარს, ჯერ იყო ნათქვამი წინა წელს გულისხმობ, რომ ეს ზაფხულამდე მოხდებოდა, შემდეგ არჩევნებამდე, შემდეგ არჩევნების შემდეგ ახალ წლამდე. ეხლა როგორც ჩანს, მომდევნო წლის თებერვალ-მარტზეა დაახლოებით საუბარი. ანუ ხაზგასმული იყო, რომ ეს მხოლოდ პროცედურული და ტექნიკური თემაა და ის რაღაც შიდა პროცესს ქვეყანაში არანაირად არ უკავშირდება. რა თქმა უნდა, დიანა, მე თქვენ კულტურული საუბარები ახსენეთ და ასევე ღია საუბრები შემდგომ უკვე პრესასთან ურთიერთობა პრემიერის და უმაღლესი დუმის წარმომადგენლების ნატოსთან და ევროკავშირთან და არავითარი თქვათ რაღაცა დასამალი არ არის, ყველა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს არის სწორედ პროცედურული საკითხი, პოლიტიკური გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მიღებულია, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ზედმიწევნით სწორად შეასრულა და შეფასება ამ შესრულების რომ არის რეალურად ძალიან კარგი და სწორი და არაფერი საქართველოს მხრიდან გასაკეთებელი სხვა აღარ არის და მხოლოდ შიდა ინსტიტუციონალური უკაცრავად პროცედურა დარჩა ევროკომისიასა და ევროპარლამენტ შორის. მე მგონი ამასთან დაკავშირებით კითხვები უკვე აღარ ისმის. იგივე თქვა პრეზიდენტმა ტუსკმა, იგივე თქვა პრეზიდენტმა შულცმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, იგივე თქვა ხალბატონმა მოგერინიმ, ბატონმა ავრამოპულოსმა, რომელი ერთი დაგისახელოთ. ამიტომ ტუსკის განცხადება იყო, რომ საქართველო იმსახურებს ვიზა ლიბერალიზაციის დროულად და დადებითად დასრულებას. ბატონ ვიქტორ, შეხვედრის დასრულების ყველას განცხადება იგივე იყო, დიანა. გასაგებია, მაშინ დავალოდოთ უნდა პროცედურულად როგორ მოხდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე იყო დასმული შეკითხვა მედიასთან დაკავშირებით და პასუხი მაგალითად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გვარწმუნებს, რომ ამ თემაზე იყო საუბარი დახურულ კარს მიღმაც. ვინაიდან ამბობს ის მედიასთან მიმართებაში, რომ ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, მთავრობა და პრემიერი იზიარებს ამ შეფასებას, აი ასეთ ციტატებს ახსენებს, რაც ტოვებს, ვთქვათ, დადასტურებული ეჭვის საფუძველს ლამის, რომ ასეთი ეს თემა კონკრეტულად მედიის თემა და ალბათ კონკრეტულად რუსთავიორის საკითხი, რომელზეც ნატოს გენერალური მდივანიც ამბობს, ეს განსაკუთრებული საქმე ასეთი ფორმულირებით იყო განხილული აი ამ შეხვედრებზე. თქვენ შეგიძლიათ გითხრათ, რა კონკრეტული მესიჯი იყო მათი მხრიდან მედიასთან მიმართებაში და ასევე პოლიტიკურ პარტნიორებზე იყო საუბარი, ოპონენტებზე, მოკლედ პოლიტიკურ სპექტრზე, რომ მაქსიმალურად დიდი ჩართულობა იყოს გადაწყვეტილების მიღების დროს. მე გეტყვით ზუსტად რასთან დაკავშირებით იყო საუბარი, მათ შორის რა თქმა უნდა როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნა განხილული, რა თქმა უნდა აღნიშნული იყო ის, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლებას ეხლა საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, მას მხრებზე კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აწევს იმისა, რომ სწორად წარმართოს პროცესები დემოკრატიის სრული დაცვით და მნიშვნელობა მიანიჭოს ამავე დროს თქვათ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობას, თქვათ, მათ თქვათ ოპონირებას და ასე შემდგომ, რასთან დაკავშირებითაც მე მგონი ზედმეტი კითხვები არავის არ აქვს და რა თქმა უნდა ასევე სასამართლო თავისუფლების მნიშვნელობას, მათ შორის რუსთავიორის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლოს პრესკონფერენციაზე უკვე ბატონმა სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურ მდივანმაც ზუსტად ანალოგიური კომენტარი გააკეთა, რომელიც გააკეთა მაგალითად მანამდე სხვადასხვა პრესკონფერენციებზე, მათ შორის ქალბატონ მოგერინის მიერ. ამიტომ ამაში რაღაცა განსაკუთრებული და ახალი და რაღაცა ზემოშველოვანი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ, როდესაც კონკრეტული ტელეკომპანიის საქმე, ასეთი მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი, ამ პროცესის მნიშვნელობას ალბათ ისიც ადასტურებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ხდება მათი განხილვა. ანუ რა ტიპის მესიჯი იყო ამ საქმესთან მიმართებაში მათი მხრიდან და
როდესაც ქალბატონი მოგერინი ან ნატოს გენერალური მდივანი საუბრობენ, რომ უნდა იყოს გარანტირებული მედია გარემოს პლურალიზმი და როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ეს გარანტირებული იქნება და ჩვენ გვესმის ამ საქმის მნიშვნელობა და მედია თავისუფლება და ასე შემდეგ, ისინი რუსთავიორის საქმის ერთნაირ ასე ვთქვათ შედეგს გულისხმობენ? ანუ რა შეიძლება ისინი ერთნაირად უყურებენ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს საქმე? მაგალითად, თუ ამ ტელეკომპანიას შეეცვლება სასამართლოს გადაწყვეტილებით ფლობელი, ეს ერთისთვისაც და მეორესთვისაც იგულისხმება ნატოს გენერალური მდივანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს მთავრობა და პრემიერი. ანუ მათი აღქმა ერთნაირი იქნება ამ პროცესის მიმართ? იმიტომ რომ განცხადებები ერთნაირია. ჩემი აზრით აბსოლუტურად ერთნაირი ახმა გამომდინარე მედია პლურალიზმის მნიშვნელობიდან, აქ ორი აზრი არ არის და ეს იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივია სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, უნდა ეცეს ამას პატივი და ამავე დროს ბუნებრივია ის რომ კონტენტი ეგრეთ წოდებული ხო არ უნდა შეიცვალოს დაფიქსირდა ორივე მხრიდან, მათ შორის არა მხოლოდ საუბრებში, არამედ პრესკონფერენციაზეც, რომელიც იყო აბსოლუტურად ღია და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მნიშვნელობა ქვეყანაში მედია პლურალიზმის და თავისუფალი მედიის არსებობის ორივე მხრიდან ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა. ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც პრემიერი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები თანხმდებიან და არანაირი ვთქვათ რაღაცა უთანხმოების საგანს და განხილვის საგანს ეს არ წარმოადგენს. ანუ საქმის ნებისმიერი დასასრული იქნება მისაღები მათთვის აი ამ განცხადებების კონტექსტში და იმ კონტექსტში, რაც განიხილებოდა დახურულ შეხვედრაზე, ალბათ რაც ჩემზე კარგად ბუნებრივია საქმის დასასრულს დიანა თქვენ ალბათ დამეთანხმებით ვერავინ ვერ განიხილავდა საქმის დასასრული დამოკიდებული არ არის არც პრემიერ-მინისტრზე და არც ნატოს გენერალურ მდივანზე ბუნებრივია. გასაგები, ანუ ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში კითხვის ნიშნები არ იქნება, თქვენ ფიქრობთ? ხო, მე იმედი მაქვს, რომ სხვა ზედმეტი კითხვები არ იქნება, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში იქ, როგორც მოგახსენეთ, იგივე უნდა გითხრათ, განხილულ იქნა სასამართლოს მიერ გამოტანის, თქვათ, განაჩენს უნდა დაელოდოს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე და პრესკონფერენციაზე, როგორც გითხარით, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ერთი და იგივე ითქვა ორივე მხარის მიერ და მე მგონი თქვენმა ჟურნალისტებმა ეს დააფიქსირეს და კარგად არის ასახული. გასაგები, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში ეს ტელევიზია შეძლებს მედია პლურალისტული გარემოს ნაწილი იყოს, ანუ ისეთივე კრიტიკული იყოს, როგორც დღეს არის, იმიტომ რომ როდესაც მედია მრავალფეროვნებაზეა მინიშნება, სწორედ იგულისხმება, რომ ხელისუფლების მიმართ ასეთი კრიტიკული არხის არსებობის მნიშვნელობა და ფლობელის შეცვლის ან ნებისმიერი საქმის ნებისმიერად დასრულების შემთხვევაში ის ასეთად დარჩება, გააქვთ ამის ნდობა? არ არის მხოლოდ რუსთავიორი დიანა დღეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და ეს არის ჯანმრთელი და ეს არის ჯანსაღი და სწორი და კარგი პროცესი, უნდა არსებობდეს ქვეყანაში და რა თქმა უნდა არსებობს კრიტიკული არხები ხელისუფლების მიმართ და არავის ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, თქვენ კარგად მოგეხსენებათ. მათ შორის რუსთავიორის ჟურნალისტებსაც და ის რომელიც პრემიერმა და თქვენ აღნიშნეთ დღევანდელ შესავალ ნაწილში, ის რომ პრემიერმა აღნიშნა რომ შედარება მოიყვანა თქვათ განვიცლებთან დაკავშირებით, მოდით ახლა ნუ ვიდავებთ, ხო? ჩავთოთ ტელევიზორები, გავიხსენოთ ძველი, რაც იყო 5-6-7 წლის წინ და გადმოვიდეთ ახლა დღევანდელ დროს, რაც არსებობს. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველამ უნდა ჩავხედოთ თვალებში, ეს არის კარგი რეალობა, უკეთესი რეალობა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ ბუნებრივია ყოველთვის კიდევ უფრო უკეთესისკენ ვისწრაფვით და ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ. და დარწმუნებული ვარ ამ თვალსაზრისით და მიმართულებით ნაბიჯები უკეთესობისკენ კიდე გადაიდგმევას. ბაბა ვიქტორ, თქვენ ეს თქვენი პირველი მივლინება იყო თქო აღნიშნე, ახალ მთავრობაში როგორ გრძნობთ თავს ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ, ძალიან კრიტიკულად შეფასდა ოპონენტების გარკვეული წრის მიერ თქვენი დაბრუნება ხელისუფლების წიაღში. თქვენ როგორ გრძნობთ თავს მთავრობის გუნდში, პრემიერთან მუშაობის დროს, მაგალითად გამახსენდა რომ პირველი საყვედურიც კი დაიმსახურეთ
მისგან, როდესაც კაბელების საქმეზე დაკავებულების პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გარემოებებზე იყო საუბარი, თქვენ წინა პრემიერის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მიანიშნეთ და თქვენმა ახლანდელმა ხელმძღვანელმა ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ეს არ იყო მთლადწორი გადაწყვეტილება, მოკლედ, აი ამ საყვედურის და აი ამ ორომტრიალის შემდეგ თქვენ როგორ გძნობთ დღეს მთავრობის წევრად თავს? ეს რამდენად სწორი იყო თქვენი მხრიდან ეს გადაწყვეტილება? როგორ აფასებთ? გაიარეთ რა რამდენიმე პერიოდი უკვე ერთი კვირა, ხომ? რაც ხართ ამ მთავრობის წევრი. რატო საყვედური ადამიანებს შეიძლება რაღაც თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი ქონდეს, ეს ნორმალურია და სწორედ იმიტომაც მუშაობ მე გიორგი კვირიკაშვილთან ეს არავისთან არ უნდა ყოფილიყო მათ შორის არც ჩემი თანამგუნდელებისთვის და არც ხვებისთვის სიურპრიზი. თქვენ გახსოვთ ალბათ მაშინაც როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი, არასდროს არ გამოვრიცხავდი და ყოველთვის ამბობდი და ამ შესაძლებლობას უშვებდი სატელევიზიო ეთერი იქნება თუ საგაზეთო ინტერვიუ თუ ნებისმიერი სხვა შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ. აი პოზიტიურად იყავით ხოლმე მაინც მოძრაობისაგან ასთან დაკავშირებით ვამბობდი რომ მე მათთან გამოვრიცხავდი ნებისმიერ თანამშრომლობას ბუნებრივია და მე კიდევ ერთხელ ხვდები და რომ ვაანალიზებ ეს იყო სწორი ნაბიჯი გადადგმული. რაღაცა მითხარით კიდევ კითხეთ უკაცრავად? არა, ანუ თქვენ როგორ გძნობთ მეთქი ამ გუნდთან თავს, აი დაბრუნების შემდეგ, თქვა ოპოზიციური მოგზაურობის შემდეგ. არა, ბოლო რეპლიკა ვთქვით, რომ თქვენს განცხადებებში პოზიტიურად იყავით მაინც მთავრობის მიმართ, არ იყო ეს, ვთქვათ, ტრადიციული ნეგატიური განცხადებები არ გქონდათ ხოლმე, როგორიც აქვთ ხოლმე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს, თუნდაც თქვენს ყოფილ თანაპარტიელებს. ხო. რა თქმა უნდა, ამასაც ანუ მხედველობაში სწორედ ესეც მქონდა სხვასთან ერთად რაც თქვენ, იმიტომ რომ იცით რა, ჯესეთი რაღაცა რადიკალური განცხადებები აკეთო კრიტიკაც, რომ მე ხარ მიკრიტიკებია კიდევაც ხელისუფლება ბუნებრივია და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ ყოველთვის ვერიდებოდი მე და არც მჩვევი ხა განსაკუთრებით რადიკალური განცხადებების კეთება, მაგრამ ეს არ არის მთავარი არის ის, რომ თვითონ გიორგი კვირიკაშვილი და ის გუნდი, რომელიც მით უმეტეს ჩემ პორტფელთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ინტეგრაციულ და ევროატლანტიკურ თქვათ ინტეგრაციის საკითხებს, რომ ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი და არც მანამდე მიკეთებია, მე ალბათ კარგად გახსოვთ სხვა საქმე და არც ეხლა, ამიტომ კარგი გაგებით კომფორტულად იმ პორტფელთან დაკავშირებით, რომელიც ჩავიბარე, ბუნებრივია მე ვგრძნობ თავს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ისევე როგორც აქამდე უდგებოდი მე ამ საკითხებს. სხვათა შორის ნატოშიც და ევროკავშირშიც ამ თემამ ჩემმა იყოფნამა ძალიან ნორმალური და პოზიტიური აღქმა დატოვა გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც სანიმუშო იყავით, აი ნახეთ ოპოზიციონერი, რომელიც ახლა ისევ მთავრობაშია? არა, მე რამდენად სანიმუშო ვიქნები, ეს ალბათ საზოგადოება და ჩემი გაკეთებული საქმე გვიჩვენებს, მაგრამ ის რომ თურმე ოპოზიციაში ყოფი ადამიანი შეიძლება მომავალში ხელისუფლებაშიც მოხვდეს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მან მომავალში თავისი საქმე აკეთოს, ამაში ცუდი არაფერი არ არის, მერწყვნეთ და პოლიტიკური კულტურის კიდევ უფრო განვითარების თვალსაჩინით ძალიან კარგად იქნა კიდევ ერთხელ გეუბნებით აღქმული ეს ბრიუსელშიც და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოების უმრავლეს ნაწილში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზურგი ჩემთვის მომავალი სასიკეთო საქმეების აკეთებლად. ბატონ ვიქტორ, პრემიერის კრიტიკის შემდეგაც იგივე აზრით შევით, რომ წინა პრემიერის რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო იმ ადამიანების დაკავება თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებზეა საუბარი თუ არა? მე რაღაცას გეტყვით დიანა, მე არ მიმაჩნია სწორედ ამ თემით სპეკულირება საერთოდ. მე გავაკეთე განცხადება, მე ჩემი აზრი ცნობილია და მე ვამთავრებ ამასთან დაკავშირებით საუბარს და არც ეხლა ვაპირებ გაგრძელებას. და კიდევ ერთი მინდა გითხრათ, რომ არავიზე ნაკლებად მე ის ამბავი ბუნებრივია ამტკივა, მე არ გამიწყვეტია ამ ხალხთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და ამ თემით სპეკულირება მე ვფიქრობ არ არის სწორი, ამიტომ მე სხვებს ნამდვილად ვერ დავემსგავსები და მიუხედავად იმისა, რამდენი ტალახიც არ უნდა ისულონ, ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ საქმის კეთება, რომელსაც მე ხელი მოვკიდე და დარწმუნებული ვარ ამ საქმის წარმატებაში. ბატონ ვიქტორ, წარმატებას გისურვებთ ნამდვილად ამ საქმეში. ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, თქვენი ყოფილი პარტიის ყოფილი ლიდერი თუ დაგიკავშირდათ, თუ მოგილოცათ მაგალითად ის, რომ თქვენ მთავრობაში დაბრუნდით და უბრალოდ ხელისუფლებაში დაბრუნდით და მთავრობის წევრი და ევროინტეგრაციის მინისტრი გახდით, ირაკლი ალასანიაზე მაქვს საუბარი.
ბუნებრივია დიანა მე არა მხოლოდ ეხლა არამედ მანამდეც მქონდა ამასთან დაკავშირებით ირაკლისთან საუბარი ჩვენ მეგობრები ვართ ძალიან დიდი ხნის ჩვენ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ ერთად ბუნებრივია და მომავალშიც მე იმედი მაქვს რომ ერთად გავაკეთებთ სწორედ სახელმწიფო საქმეს და ეს იქნება წარმატებული საქმე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანები დღესაც საქმეს აკეთებენ შეიძლება ხვალ მეორე საქმეს მაგრამ ის მორალური მეგობრული სწორი სიარული ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ რომ რაც აქამდე გადავდგინე სწორად ნაბიჯები იგივეს გავაკეთებთ მომავალშიც ბუნებრივია და სახელმწიფოებრივად ჩვენი ქვეყნის მომავალ საკეთილდღეო და ამ საქმის საკეთებლად ჩვენ ყველანი ერთად კონსოლიდირებულად უნდა დავიბრაზოთ მე დარწმუნებული ვარ რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება და ამას ერთად გავაკეთებთ მომავალშიც დიდი მადლობა ანუ იყო კომუნიკაცია თქვენს და ალასანიას შორის და მოლოცვა ბუნებრივია ეს კომუნიკაცია არასდროს არ გაწყვეტილა. დიდი მადლობა ვიქტორ დოლიძეს, ეს პირველი ინტერვიუ იყო, მას შემდეგ რაც ეს ჩართვის საშუალებით, რაც გახდა ევროინტეგრაციის მინისტრი, ჩვენ საუბრობდით მის პირველ მივლინებაზე ბრიუსელში და იმ გზავნილებზე, რომელიც გაკეთდა. დიდი მადლობა, ეს იყო შეკითხვის დრო შაბათს და ხვალ კვირას ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.